ჩვენი ორგანიზმი არ შექმნილა იმისთვის, რომ სრულად სტერილურ გარემოში ვცხოვრობდეთ ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან და სხვა მიკრობებისგან თავისუფალ გარემოში. ესე არ არის ადამიანი მოწყობილი, პირიქით ჩვენ ადაპტირებული ვართ იმისთვის, რომ გქონდეს კონტაქტი მცენარეებთან, ცხოველებთან, ბუნებასთან, მიწასთან და ეს ნორმალურია. ამიტომ ზედმეტად ჰიგიენაზე ფოკუსირება ზოგჯერ მავნებელია ხოლმე, მეტიც ზოგჯერ პირიქით უარის შედეგები მოაქვს და გეტყვით როდის და რა დოზით არის საჭირო ჰიგიენის დაცვა სუფთა სამედიცინო კუთხეზე მაქვს საუბარი და რას ნიშნავს საერთოდ ეს? პირველი რაც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ იმუნურ სისტემას მუდმივად ჭირდება სტიმული. დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ ძაღლი, რომელიც მცველად გინდა გაზარდო და თუ კი მას სრულად იზოლირებულ გარემოში გაზრდი, ის ყველას დაუწყებს ყეფას, მოძრავს, არა მოძრავს და ყველაფერს შეიძლება იქნება ზედმეტად აგრესიული და შეიძლება საკუთარი ოჯახის წევრიც არ დაინდოს. დაახლოებით ესეთი რამე ემართება ორგანიზმს, თუ კი მას თავიდანვე ბავშვობიდან არ მიაჩვევ კონტაქტს ვირუსებთან, ბაქტერიებთან, ის შეიძლება ზედმეტად აქტიური გახდეს საკუთარი ქსოვილების მიმართ და ეგ იყოს პრობლემა. როგორც ძაღლი მაგალითად თავიდანვე უნდა ადაპტირება ადამიანებთან, ბავშვებთან და ესე რომ ის არ იყოს აგრესიული. აი ესებია იმუნური სისტემა. თავიდანვე უნდა კონტაქტი ვირუსებთან, ბაქტერიებთან, სოკოებთან, რომ იცოდეს რა არის მავნებელი, რას უნდა დაესხას თავს და რას არა. ამისთვის ჩვენ სპეციალური უჯრედები გვაქვს, რომელიც არეგულირებს მოკლედ იმუნური სისტემის აქტივობას და ეს უჯრედები სწავლობენ და ამ უჯრედების სწავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ასაკიდან ბავშვს ბავშვობიდან კონდეს ურთიერთობა ამიტომ ცხოველებთან, მცენარეებთან, მიწასთან და ასე. მეორეს მხრივ ჩვენ ზოგჯერ არასწორი შთაბეჭდილება გვაქვს ხოლმე ჰიგიენასთან, ბაქტერიებთან დაკავშირებით. მაგალითად, სამზარეულოში რომ ღრუბელია, სამზარეულოს ხუმბლები, ხო? ბევრად უფრო დაბინძურებულია ბაქტერიებით, ვიდრე ტუალეტის უნიტაზი მაგალითად. შესაბამისად, თუ ვამბობთ, რომ ბაქტერიებია პრობლემა, მაშინ ყოველჯერდე როცა თეფს რეცხავს ადამიანი იმ ღრუბლით, უნდა იცოდეს, რომ ბევრად მეტ ბაქტერიებთან აქვს კონტაქტი მაგ დროს, ვიდრე უნიტაზიდან შეიძლება აიღოს ბაქტერიები ადამიანმა, მაგრამ არაფერი არ გვემართება. ყველამ ვიცით, ხო, რომ ისა ვიყენებთ იმ ჭურჭლის ღრუბელს, მაგრამ არაფერი არ გვემართება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ბაქტერიები ბუდობს. ამიტომ განსაკუთრებული კატასტროფა ეგ არ არის. მთავარი ის არის, რომ მაგალითად თუ კი ხორცს რეცხავ, მასთან ახლოს არ უნდა გქონდეს ეს ღრუბელი, რომ ხორცისგან წამოსული წყლის შეფები არ მოხდეს ზედ, თორე ისე არ არის პრობლემა. და რატო ახსენეთ ხორცის ნარეცხი, რა პრობლემაა ხორცთან დაკავშირებით? განსაკუთრებით როცა ქათამს და ფრინველის ხორცს წრის ადამიანი, ხშირად არის ხოლმე რომ ეს დანა, ხელი მოკიდებს ამ ქათამს ხორცზე საუბარი და ზოგჯერ არის დაბინძურებული ეს ხორცი კამპილობაქტერიით, სალმონელით, რომელიც ადამიანში იწვევს მოწამვლას და ეგ არის სინამდვილეში პრობლემა. და მე ამ ხელს მოკიდებს შეიძლება თეფს, მერე დანას, მერე ჩანგალს და ესე შეიძლება ადამიანი მოიწამლოს. მაშინ როცა თვითონ ის ქათამი მერე რო შეწვალ, აღარ არის მომწამლავი, მაგრამ მანამდე სამ დაამუშავე, მაშინ ინფიცირდი. ეს არის მნიშვნელოვანი, თორე დიდად პრობლემა არ არის თვითონ როცა შეწვალ უკვე დამუშავდება და როგორც წესი მერე სუფთავდება ამ ბაქტერიებისგან ეს ფრინველის ხორცი. მაგრამ მე ხელს მოკიდება ხოლმე პურს ან რამეს. იგივე ითქმის ზუსტად როცა რეცხავენ ხორცს. ანუ ხორცს რო რეცხავი შხეფები გარშემო ახლოს თუ თეფშები ან რაღაცა დევს, ის ბინძურდება და ეგ არის პრობლემა, თორე თვითონ ხორცი მერე როგორც წესი აღარაა პრობლემა, მით უმეტეს თუ კარგად თერმულად დაამუშავებ, გამოაცხობ ან შეწვალ ან ესე, ან მოხარშავ, ბაქტერიების მატარებელი თვითონ აღარ არის, მაგრამ გარემო, სადაც გარეცხე ის არის, ამიტომ ჰიგიენის ნაწილი ეგ არის ზუსტად რომ როცა ხორცს რეცხავ ან ხორცს ჭრი, ხორცისთვის ცალკე დაფა გქონდეს და ბოსტნეულისთვის ცალკე დაფა და ხელები აუცილებლად დაიბანო. თუ კი ვიტყვით ერთი ყველაზე მთავარი რამე, რაც ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, ყველაზე მთავარი ჰიგიენური ნორმა რეალურად, რაც კი საერთოდ შეიძლება არსებობდეს, ხელების დაბანოა. მაგაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს, რადგან მარტო ხელების დაბანვით დაახლოებით 20% შეგიძლიათ გრიპი და გაციების თავი
თავიდან არიდება 20%-ით შეამციროთ რისკი და 30%-ით შეამციროთ ნაწლავური ინფექციების რისკი მხოლოდ ხელების დაბანვით. ან ძალიან მნიშვნელოვანი პრევენციული ზომა, რაც შეიძლება საერთოდ არსებობდეს. კიდე არის ხოლმე მნიშვნელოვანი მოსაზრება. ტელეფონზე ამბობენ ხშირად, რომ ტელეფონზე უფრო მეტი ბაქტერია ბინადრობს, ვიდრე იგივე ტუალეტის უნიტაზზე და ესე, ან ვიდრე სახალხო ტრანსპორტში და ესე. და მართალიც არის, კი, მართალია, იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად აბინძურებს ტელეფონს. მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა, თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია, რაიმე კონკრეტულ დაავადება ამ ტელეფონს არ მოაქვს, რო თქვა, რომ რაღაც ხელს კიდებს იბინძურებს და მე რაღაცა გემართება, როგორც წესი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყავი, ან აბაზანაში, ან ესე, ხელების დაბანვა და მერია საჭირო და სასურველი ტელეფონს შეეხო და ტელეფონის დრო და დრო გაწმენ და სასურველია ასევე. სველი სალფეტკით მაგალითად არ არის აუცილებელი რაღაც სტერილიზაცია და სპირტით რო დაძდებენ ხოლმე, თუ რამე კონკრეტული რისკი არ არის იმ მომენტში, ან რამე კონკრეტული დაავადება არ ჭირს ადამიანს, არ არის საჭირო, მაგრამ უბრალოდ სველი წესით გაწმენ და რა თქმა უნდა სასურველია. ასევე მნიშვნელოვანია კბილის ჯაგრისებსაც შევეხოთ. კბილის ჯაგრისები ხშირად არის ბევრი ბაქტერიების გამრავლების წყარო, განსაკუთრებით სველდება სისველეზე ბაქტერიები ადვილად მრავლდება და შემდეგ ბაქტერიები ცხოვრობენ ზედ ბევრი. მაგრამ ესეც არაა დიდი პრობლემა რეალურად, თუ ადამიანი ჯანმრთელია. უფრო მნიშვნელოვანი არის ხოლმე, რომ როცა ერთი კბილის ჯაგრის იზიარებს, ან წყვილი, ან არ ვიცი ვინმეები, ეგ იმ შემთხვევაში, თუ პირისღრუს ინფექცია აქვს, რომელიმე შეიძლება გამოიტანოს მეორეზე. თუმცა, ეხლა როცა ის არის ხოლმე წყვილი და რაღაცა, განსაკუთრებული პრობლემა არა, თუ ორივე ზოგადად ჯანმრთელია, მაგრამ მაინც სასურველი არ არის, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანი არის ხოლმე პირსახოცები, განსაკუთრებით როცა სველია, ბევრი ბაქტერია მრავლდება ზედ და სოკოები, ბაქტერიები და კანის ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ზოგადად ეგეც რაღაც განსაკუთრებული პრობლემა არა, უბრალოდ ყველა სასურველი არის, რომ ანუ იმდენად ძალიან ხშირად ყოველდღე შეიძლება პირსახოცი ვერ გარეცხო, მაგრამ ის რომ გააშრო, ანუ ხმარების მერე გააშრო და სხვა იხმარო, მერე ის გამშრალი და ესე მონაცვლეობით და რაღაც პერიოდში ერთხელ რეცხო, ეგ რა თქმა უნდა სასურველია, ანუ გამშრალებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეალურად, რაც მეტად გამშრალებ, მით უკეთესი. იგივე ითქმის დაახლოებით საწოლის საბნებზე და ეს გადასაფარებელი და ეს რაღაცები, თუ კი აი ადამიანი ოფლიანობს და ესე უფრო ადვილად მრავლდება ზედ ბაქტერიებიც და სოკოებიც და ანუ კანის ტკიპები და ეს ამების გადამტანია, ასევე თუ ადამიანი ალერგიულია, მაშინ მით უმეტეს სასურველია, რომ უფრო ხშირად მოხდეს საწოლის ზედაპირების გარეცხვა. თუმცა თუ ადამიანი ზოგადად ჯანმრთელია და ალერგიისკენ და ასთმისკენ მიდრეკილება არ აქვს, რამე განსაკუთრებული არ არის, რომ თქვათ, რომ ეს საწოლით რაღაცა დაავადებები გადადის, მე გულისხმობ ნორმაში, თორე ხა მუნი გადადის, თუ მუნიანი ადამიანი საწოლში ჩაწვება ადამიანი, ხო, მაგრამ მე გულისხმობ, როცა ზოგადად ორივე ადამიანი ჯანმრთელია, ისე არ ხდება, რომ რაღაცა დაავადება გაჩნდეს და ეს გადაედოს, ესე არ ხდება, მაგრამ მუნი შეიძლება გადავიდეს და ზოგიერთი პარაზიტული ინფექცია გადავიდეს, თუ დაავადებული ადამიანი იწვა იმ საწოლში, რა თქმა უნდა. და კიდე ერთხელ ვიტყოდი ხელების დაბანვაზე, ყველაზე მთავარი პრევენციული ზომა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ხელების დაბანვა და ეგ არ უნდა დაგვავიწყდეს. ხელების დაბანვა არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა სპეციალური საპნებით და ანტიბაქტერიული საეფნებით ჩვეულებრივი საპონსაც თითქმის იგივე ეფექტურობა აქვს, ან თუ შეიძლება იმას მეტი ქონდეს ანტიბაქტერიულ რამე უფრო ეფექტური იყოს და უფრო კარგად გლავდეს ბაქტერიებს, მაგრამ რეალური გამოსავალი დიდი არ აქვს, რომ თქვათ, რომ აი ეს ადამიანი ანტიბაქტერიული ტიბანს ხელებს და მერე რაღაცა ემართება ნაკლებად ან რაღაცა, ესე როგორც წესი არ არის, დაახლოებით ერთი შედეგები აქვს ხოლმე, ამიტომ რაღაც კონკრეტული საპნების ყიდვას დიდი მნიშვნელობა როგორც წესი არ აქვს. ადამიანები ღელავენ ხოლმე ასევე სახალხო ტუალეტებით სარგებლობისას, განსაკუთრებით დაჯდომა, ზოგი ისეთი მდგომარეობაა ხოლმე საპირფარეშოებში, რომ შედიხარო, ახლა დაჯდომაზე საუბარი ზედმეტია.
ამას არ გულისხმობ. მე ვამბობ, რომ თუ მოწესრიგებულია, მაშინაც კი ადამიანები ფიქრობენ, რომ რაღაცა იქნება არა და რაღაცა. ანუ დაჯდომას თუ ვიზუალურად თუ ხედავ, რომ სისუფთავეა, ეგ პრობლემა არ არის. უფრო მეტი პრობლემა არის ხოლმე ეს ჩამრეცხი, კარებების ხელის მოკიდვა და ეს უფრო დიდი პრობლემაა ხოლმე, ესე უფრო ადვილად ცელდება ბაქტერიები და სახელურები, კარის სახელური, ვიდრე ის, რომ რაღაც დაჯდება თუ არ დაჯდება უნიტაზზე ადამიანი, ეგ დიდად დაავადებებს არ ავრცელებს ხოლმე. ასევე ადამიანები ფიქრობენ სპორტ დარბაზზე, სპორტ დარბაზის ჰიგიენაზე. მან ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთი პირსახოცი უნდა გამოიყენოს რამდენიმე ადამიანმა და ანუ სოკოვანი ინფექცია და პაპილომა შეიძლება გავრცელდეს, მეჭეჭები შეიძლება გავრცელდეს ადვილად. განსაკუთრებით ფეხშიშველმა არ უნდა იარო სველ ზედაპირებზე აბაზანაში, ხო, საერთო აბაზანა რო არის ხოლმე სპორტ დარბაზებში, იქ არის რომ ფეხზე გაიხდი და თუ დადიხარ ის სოკო შეიძლება გადაგედოს და ასევე პაპილომების შესაძლებელია რომ გადაგედოს. ამიტომ ყურადღება საჭირო და ადამიანები ფიქრობენ ასევე ცხოველებზეც კიდე, ცხოველების ყოლა თუ არ ყოლა და როგორაა საქმე. სიამოვნებაში კვლევებით დადასტურებულია, რომ ახალგაზრდა ბავშვებისთვის განსაკუთრებით ძაღლებთან და კატებთან ურთიერთობა, ზოგადად ცხოველებთან ურთიერთობა სასურველია, პირიქით, ნაკლებად ემართებათ ასთმა და ალერგიული დაავადებები და ავტოიმუნური დაავადებები. კვლევები იყო, რომ მაგალითად, ბევრი კვლევაა ჩატარებული, მაგრამ ერთ-ერთი მოიყვან მაგალითად, რომ ბავშვებს დააკვირდნენ ფერმებთან და ფერმებში გაზრდილი ბავშვები, მიმდებარედ გაზრდილი ბავშვები სოფლად მოკლედ, რომელსაც ცხოველებთან ჰქონდათ მჭიდრო ურთიერთობა, თითქმის არ იყო მას შორის ალერგიული დაავადებები, იყო უпростоრად ოღონდ მნიშვნელოვნად ცოტა, ვიდრე იმ ადამიანებთან, ვინც და ჰიგიენურ და სტერილურ გარემოში იზრდებოდნენ და აი ეს ზედმეტი ჰიგიენა პირიქით უარყოფითად მოქმედებს და იწვევს ამ დაავადებებს. ამიტომ ძაღლი და კატეს ყოლა პრობლემა არ არის, არც მათთან ძილი არ არის პრობლემა. თუ ადამიანს უკვე ალერგია აქვს და ასთმა აქვს და ესე, რა თქმა უნდა, ხა ძაღლთან და კატასთან ძილი არ არის სასურველი ბავშვისთვის განსაკუთრებით, თუ უკვე ალერგიულია, მაგრამ თუ არ არის ალერგიული, მაშინ პრობლემა არ არის. ნუ რა თქმა უნდა, ჭიებზე დამუშავებული უნდა იყოს ცხოველი და ვაქცინები გაკეთებული უნდა ქონდეს აცრები, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვა მხრივ არ არის პრობლემა მათი ყოლაც, არც მათი მოვლა, არც მათთან ერთად ძილი უმეტეს შემთხვევაში. ხო, რა თქმა უნდა, თუ კი ეს მათ ფეკალიებთან კონტაქტი აქვს ადამიანს, რომ გასუფთავება და რაღაცის მერე ხელების დაბანვა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან ახლო კონტაქტი თუ ქონდა ცხოველთან მნიშვნელოვანია ხელების დაბანვა. ეს არ ეხება, რა თქმა უნდა, უცხო და არავაქცინებულ ცხოველებს, მან ცოფის რისკი არის ყველაზე დიდი და ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, ამიტომ არ არის საუბარი ის, რომ რაღაცა თუ არის ცხოველის წარმომავლობა და იმას ისე ეთამაშები, რომ შეიძლება გიკმინოს, ეგ სიცოცხლე შეიძლება დაუჯდეს ადამიანს, ამიტომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ეგეთ დროს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ჩვეულებრივ შემთხვევაში თუ სახლის არის კატა და ისა, მაშინ პრობლემა არ არის ჩვეულებრივ. მან ყველაზე მთავარი რისკი ცხოველისგან არის ხოლმე ეს ცოფი, თორე როცა აცრა გაკეთებული აქვს ცხოველს, ის უსაფრთხოა, კატის დაკაწვაც ხშირად არის ხოლმე, რომ აი სახლის კატამ დამკაცრა და რა ვქნა, როგორც წესი პრობლემა არ არის ხოლმე ეგეთ. თუმცა არსებობს დაავადება, რომელიც კატის ნაკაწრის დაავადება ქვია, იშვიათია ყოველ შემთხვევაში და რამე ისიც მოსჩენადია, მოკლედ ამ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ეგეც არ არის, თუმცა ისაც იშვიათია ეგ პრობლემა. მაგრამ სახლის ცხოველებთან ურთიერთობა როგორც წესი მოკლედ არ არის პრობლემა და ეგ შეგვიძლია ვიცოდეთ. და ერთი მთავარი კითხვა არის ხოლმე, რომ სახლში, ანუ იმ ფეხსაცმლით რისით შემოვედით, უნდა ვიაროთ თუ არ ვიაროთ, არ არის სასურველი, არ არის და მან საკმაოდ კარგი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ არა სასურველი და ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ რატო თუ თქვათ კონტაქტი მიწასთან, ცხოველებთან და მცენარეებთან პრობლემა არ არის, მაშინ რატო არ შეიძლება იგივე ფეხსაცმელით ვიარო გარედან რაც შემოვედი შიგნით. ერთი არის რომ აქ მარტო მიწის ამბავი არ არის რომ მიწა შემოგაქვს და მიწაში ბაქტერიებია და ეს მიწის ბაქტერიები პრობლემა. ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა რომ გარედან ფეხსაცმელით შემოდიხარ. უფრო დიდი პრობლემა ის არის რომ ქალაქში ეს სამშენებლო მტვერი კონტამინანტები არის გამონაბოლქვიდან და ეს მძიმე მეტალები და ტყვია მაგალითად
რომელიც გროვდება ნიადაგზე და იმას აიკრავს ფეხსაცმელს და შემოაქვს პესტიციდები და ანუ ეს და ბავშვი თქვათ რომელიც თუ სახლში არის ბავშვი რომელიც დაღოვავს და პირში იდებს ყველაფერს რა თქმა უნდა ორგანიზმისთვის რისკის შემცველია ამიტომ აზრი ის არის რომ ტყუილად პრობლემა რატო უნდა გაიხადო ის რაც პრობლემა არ არის ისე მაგის გარეშე და ამიტომა ეს რომ სასურველია რომ ეგ ჩუსტები არ მქონდეს რა შემოსასვლელში და გაიხადო ის ფეხსაცმელი და შემოსახლის ფეხსაცმელთან სახლის ჩუსტით იარო ეგ არის იდეალური ვარიანტი თორე ისე თუ ვიტყვით რომ რაღაცა აქ საუბარი არაა რა თქმა უნდა ადამიანი რომელსაც ძალიან სუსტი იმუნიტეტი აქვს და რამე დაავადებები აქვს იმასთან ყველანაირი ბაქტერიის შეტანა ძალიან ძიმედ შეიძლება დაუჯდეს მთელ ჰოსპიტალსაც ჰოსპიტალის ჰიგიენაზე არაა საუბარი რომელიც ძიმე ავადმყოფებს უვლის მაგალითად და შეიძლება ჩვეულებრივმა ადამიანმა ისეთი ინფექცია შეიტანოს რომ მთელი საფრთხე შეუქმნას ბევრ ადამიანს ამაზე არ არის საუბარი ჩვენ საუბრობთ როცა ნორმალურ შემთხვევაში ყოველდღიურ შემთხვევაში ნორმალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანი შემოდის სახლიდან და ფეხზე გამოიცვალოს და არ გამოიცვალოს ამაზეა საუბარი ანუ სასურველია რომ რეალურად ფეხზე გამოიცვალოს არა უბრალოდ ბაქტერიების გამო არამედ იმის გამო რომ ანუ ასევე ცხოველების ფეკალიებზე შეხება უწევს წვერი ძიმე მეტალები და ტყუილად რატო უნდა ეს დანაგვიანება რატო უნდა შემოიტანოს სახლში ეს არის ყველაზე მთავარი მან და სახლის გაწმენდაზე და ქიმიურ დამუშავებაზე ამბობენ ხოლმე კიდე სახლის სპეციალურად დამუშავება როგორც წესი არ არის საჭირო უბრალოდ სველი წესით გაწმენდა სახლის სასურველია სასურველი და აუცილებელია მაგრამ სპეციალურად რომ რაღაც ანტიმიკრობული ხსნარები და რაღაცები დამუშავო და დეზინფექცია გაუკეთო სახლს როგორც წესი საჭირო არ არის ნორმალურ შემთხვევაში და სტანდარტულ შემთხვევაში რაღაც სახლის სტერილიზაცია არ არის საჭირო და არც არის სასურველი ის რომ ბავშვი უნდა ეზიაროს რეალურად მიკრობებს დოზირებულად ეს მიიჩნევა რომ სწორია ბავშვს თამაში არ უნდა უკრძალოთ თუნდაც მიწაში და ესე ანუ ეგ რეალურად ჯანმრთელობაა განსაკუთრებით ამ პატარა ასაკში დიდ ასაკში აღარც თამაშობენ ხოლმე მე როგორც წესი მაგრამ მით უმეტეს ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია და ხელის სანიტაიზერებზეც ვთქვათ ის რო არის რო სპეციალური ალკოჰოლური ხელის საწმენდი და რაღაცები როგორც წესი საჭირო არ არის თუ რაღაცა თუ ჭრილობა უნდა დაამუშაო ხო მაშინ საჭიროა რა თქმა უნდა თუ კი შენი საქმეა ეგ საჭიროა მაგრამ თუ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ უბრალოდ წყლით და საპნით დაიბანე ხელები თუ წყალი და საპონი არ არის ჩვეულებრივი სველი სალფეტკიც გამოდგება და ნუ თუ ეხა გინდა რომ უფრო მეტი ბაქტერიები დახოცო მაშინ ალკოჰოლური რა თქმა ალკოჰოლური სველი სალფეტკები იყიდება და შეიძლება მითი ხელის დამუშავება და ეგ არის გამოსავალი მანდ ხელის დაბანვა კი ყველაზე ეფექტური საშუალებაა რისი გაკეთებაც შეუძლია ადამიანს და ის არის კიდე რომ მნიშვნელოვანი ხელების სახეზე პირზე ცხვირზე თვალებზე კონტაქტის შემცირება ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფექციის გავრცელების წყარო განსაკუთრებით ქალები რომელსაც ფრჩხილები დაგრძელებული აქვს იქ ძალიან ადვილად მრავლდება ბაქტერიები და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ძალიან ადვილად შეიძლება დაიზიანონ სახის კანი ამ პირი ცხვირის და ბაქტერიული ინფექცია ან ვირუსული ინფექცია ძალიან ადვილად გადაეცეს ამიტომ ხელების დაბანვა ნომერ პირველია რისი გაკეთებაც ჰიგიენის კუთხით ადამიანს შეუძლია რეგულარული ხელების დაბანვა განსაკუთრებით რამე მნიშვნელოვანი კონტაქტის შემდეგ მაგალითად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ტუალეტი ან ესეთი ადგილები ან გარეთ გახვედი მაღაზიაში რაღაც შემოხვედი ხელები უნდა დაიბანო ხელების დაბანვას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუ გვინდა დაავადებების თავიდან აცილება აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ჰიგიენასთან დაკავშირებით რომ ვიცოდეთ ზუსტი ინფორმაცია როგორ უნდა მოვიქცეთ და რა არის სწორი მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ ვისაც დონაციების სურვილი გაქვთ დონაციების გაკეთება შეგიძლიათ აღწერაში ამ დაშის ნომრები მიდას არხის განვითარებას დაეხმარება ვისაც შესაძლებლობა არ გაქვთ პრობლემა არ არის ნებისმიერი მხარდაჭერა მაგალითად დალაიქება და კომენტარება ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის მადლობა რომ გაინტერესებთ